ქართული ქართული გალობა არის ჩვენი ქვეყნის უძვირფასესი განსაკუთრებული მემკვიდრეობა, მისი მოფრთხილება, ასე ზრუნვა, ის განვითარება არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და აქ ამ ცენტრში კეთება ძალიან დიდი საქმე. ქართული გალობის აღორძინება დაიწყო წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჩაუდგა საქმეს სათავეში, ბატონი აზორ ერქომაიშვილი და დღეს ეს დაწყებული საქმე გრძელდება და ძალიან ბევრი რამ გაკეთება მომავალში, რა თქმა უნდა, მთავრობას ექნება სრული მხარდაჭერა ამ საქმის მიმართ. გადამოწმების მექანიზმი, ეგრეთ წოდებული ბეტინგი. რისი რეკომენდაციასაც არის არ ევროკავშირის მხრიდან. ჩვენი შეხებულება როგორი არის და როცა სხვა ქვეყნებში არ იმუშავა ჩვენთან ხო, შეიძლება დავამატებ, აი თქვენი მთავარი არგუმენტი რა არის? რატომ არ გინდათ რომ კეთილსინდისიერებაზე შემოწმენ მოსამართლეები, მაშინ როდესაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც არის, რომ მოსამართლეები, კონკრეტული პირები, რომლებიც მაღალხანამდებობებს იკავებენ სასამართლო სისტემაში, შემოწმნენ კეთილსინდისიერებას. ვეტინგი, ეგრეთ წოდებული ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად კონსტიტუციურ პრინციპებს. ვეტინგი გულისხმობს იმას, რომ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმება და ამას მოუყვება, უნდა მოუყვეს მერე კონკრეტული შედეგები. მათ შორის ეს შედეგი შეიძლება იყოს მაგალითად უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლება და შემდეგ. სწორედ ამიტომ არის არაკონსტიტუციური ეს პროცედურა, რომ ის შეიძლება ითვალისწინებდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლებას, ან სხვა რაიმე მსგავსი ზომების მიღებას მის მიმართ. რაც არის არაკონსტიტუციური, ჩვენ ყავს უვადოდ განწესებული მოსამართლეები, მათ ვერავინ შეეხება, ვიდრე ისინი არ ამოწურავენ საკუთარ ასე ვთქვათ ასაკობრივ ზღვარს. აქედან გამომდინარე ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსამართლის თანამდებობის უვადოობის პრინციპს, არის თავისთავად წინააღმდეგობაში არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ ზოგადად კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებთან. ასეთი შემოწმების მექანიზმზე, მაშინ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იყოს ეს მექანიზმი, როცა არსებობს ასეთი ჩანაწერი, რომ უნდა შემოწმდეს მათი კეთილსინდისიერება, დეკლარაციები და ასე შემდეგ. ჩვენთვის ყავს დასანქცირებული მოსამართლე, ასევე რომელსაც არ მიიჩნევთ საჭიროდ, რომ ისიც შესამოწმებელია. ჩვენთვის პირველ საფეხურზე დგას საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური პრინციპები და შემდეგ ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება მივიღოთ. გარდა ამისა, რეკომენდაცია უნდა იყოს რაციონალური, ის უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ არგუმენტებს. ზოგადი მიდგომა ვეტინგთან დაკავშირებით არის ის, რომ ის შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ცნობების სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით. არათუ სისტემურ პრობლემებზე ვერ საუბრობს ვერავინ, რეალურად ჩვენ ვთხოვთ ერთი კონკრეტული кейსის წარმოქმნას, მაგალითად ადამიანებს, რომელიც დაადასტურებდა სასამართლოში რაიმე სერიოზული პრობლემების არსებობას. ვერ წარმოადგენს ვერც ერთი ასეთი საქმე, უფრო მეტიც თქვენ გახსოვთ, რომ იყო არაერთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც ჰქონდა წუხილი ოპოზიციას, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკურად მათთვის სენსიტიური საქმეები. ყოველ ჯერზე, როცა წავიდნენ ისინი სტრასბურგში, ეს ეხებოდა იგივე სააკაშვილის საქმეს, ეს ეხებოდა უგულავას საქმეს, ახალაიას საქმეს და შემდეგ რუსთავიორის საქმე, ყველა შემთხვევაში ოპოზიცია დარჩა წაგებული. რატომ? რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები იყოს სამართლიანი, დასაბუთებული, ვერც ერთი ფაქტი ვერ წარმოადგენეს ოპოზიციის წევრებმა, რომელიც დაადასტურებდა არათუ სისტემურ პრობლემებს, არამედ ზოგადად პრობლემებს სასამართლო სისტემაში. ასეთ პირობებში ვეტინგზე საუბარი პოლიტიკური პარტიებია კანონოთ იყო ციხეში განმავლობაში. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ კლანისგან გათავისუფლდეს სასამართლო. თქვენ ამაზეც ამბობთ, რომ ნიკა გვარამიამ ჩაიდინა დანაშაული მედიის წინააღმდეგ. მან მედია საშუალებას მოპარა 7 მილიონი
და ამ კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიდა საშიშს. მანქანის გადაადგილების არა, 7 მილიონი მოპარა ტელევიზიაში. ოპოზიციაზე მინდა სოციალური რეკლამისთვის ვერ ვიგებ. სოციალური რეკლამისთვის ოპოზიციას დახარჯულია აი ერთი კითხვა აქეთ დავგასვათ ვერ ვიგებ. სიტყვებს ვერ ვიგებ. მაშინ როდესაც ოპოზიციას აი ვეტინგი ამოწოლე. უხერხულია მართლა დაგვესწრებინეთ კითხვა ეხლა აი რა ბატონო გებასკუთ რა შეეხება უზენაესის ორმოსამართლეს ამ ორიდან მინიმუმ ერთს აქვს მე მგონია მე ვერ ჩავერევი სასამართლო საქმიანობაში მაგრამ მე მგონია რომ აქედან ერთს მინიმუმ აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა გამომდინარე იქიდან რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს. ნუ თუ იქნებოდა საუბარი კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, საკუთარი კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინათ ასეთ მოსამართლეებს და ისინი სხვების კეთილსინდისიერებაზე არ უნდა საუბრობდნენ, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი რა განცხადების გაკეთებასაც მე ვაპირებ სასამართლოსთან დაკავშირებით, ეს არის დამოუკიდებელი შტო, ჩემი საქმე და არავის საქმე არ არის კეთილსინდისიერების შემოწმება. რაც შეეხება მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ერთ-ერთი ორგანო კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კეთილი ინებოს ყველამ, ისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს გარკვეული ეჭვი სამართალ დარღვევებთან დაკავშირებით, მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მერე ჩაიხედონ რამდენად სწორად იკვლევს ამ საკითხს იუსტიციის უმაღლეს საბჭო. მაგრამ არავითარი საქმე არ არსებობს, ამიტომ ვერ მიმართავენ ვერც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შესაბამისად ეს არის ცარიელი საუბრები. ჩემთვის როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ეს არის ჩვეულებრივად სასამართლო ხელისუფლების მიტაცების, ჩარევის მცდელობა, რასაც ჩვენ ბუნებრივად ვერ დაუშვებთ. სასამართლო ხელისუფლება, ისევე როგორც ხელისუფლების ყველა სხვა შტო, უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იყოს დამოუკიდებელი მხოლოდ ქართულ ხალხს. ამ რეფორმა რომ არის ჩასატარებელი, ეს ერთ-ერთი პირობაა და ამ პირობაში წერია არა მხოლოდ სასამართლოზე, არამედ ასევე პროკურატურის რეფორმაზე. მთავრობის სამოქმედო გეგმაში ჩაწერილი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნილიყო სამუშაო ფორმატი, რაც შეიქმნა და 7 მარტს შესაბამისი კანონპროექტები დარეგისტრირებულიყო, მათ შორის პროკურატურის რეფორმის შესახებ. ეს კანონპროექტები და ეს გეგმა რატომ არ არის ამ ეტაპზე განხორციელებული და ასევე ვკითხოთ პროკურორის შერჩევის წესის ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას მესამე სექტორი. თქვენ რა გეგმა ხომ არის უკვე დაწერილი და რატომ არ სწორდება? ორ თემაზეა საუბარი, ერთი არის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ შესთან ცვლილებებზე და მეორე საქართველოს კონსტიტუციაში პროკურორთან დაკავშირებით შესთან ცვლილებებზე. ორივე კანონპროექტი არის დაინიცირებული. ჩვენ ჩავწერეთ ყველაფერი, რასაც მივიჩნევდით საჭიროდ. ვერავითარი დამატებითი რაციონალური წინადადებები ვერ წარმოადგენა ოპოზიციამ, აქედან გამომდინარე არის გაგზავნება პროცესი და ეს კანონები აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც უკავშირდება პროკურორს, არის აბსურდული შემოთავაზებები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის იყო აბსურდული ჩანაწერი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში შევიდა. სწორედ ამ აბსურდულ ჩანაწერს ეფუძნებოდა ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა და პირველი მოსმენით იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტში, თუმცა იმდენად აბსურდულია ეს კანონპროექტი, რომ ჩვენ ვფიქრობთ ამ კანონის არ მიიღებას. ეს არის ჩემი როგორც კონსტიტუციონალისტის მათ შორის პოზიცია და ჩემი როგორც პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიცია. სოფლიოში არსად არ არის ის რეგულაცია, რომლის მიღებასაც ეკუთხოვენ და ის რომ არ არის არსად ასეთი რეგულაცია, ამას აქვს კონკრეტული საფუძველი. და მთავარი საფუძველი არის აბსურდულობა, ირაციონალურობა, კეთილი ინებოს ყველამ და წარმოადგენოს სამართლებრივი არგუმენტები. მე პირადად გქონდა არაერთი შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, სადაც დავასაბუთე არგუმენტებით, რომ ეს კანონპროექტი არის აბსურდული. ვერავითარი კონტრარგუმენტი ვერ მოვისმენე, ამასთან დაკავშირებით დავალოდები მომავალშიც კონტრარგუმენტებს. ჩვენ გვაქვს თმენის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, რესურსი, გამოცდილება, მოვითმეთ, დავალოდები, თუ წარმოადგენენ არგუმენტებს, რა თქმა უნდა, მზად ვართ გავიზიაროთ, მაგრამ დღემდე ვერც ერთი ასეთი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგენეს. კოდექსზე დადებულ ვეტოს მომდევნო კვირის განმავლობაში უმრავლესობა დაძლევს. რომ გვიჩვენეთ რა არის თქვენი მთავარი мотиваცია რის გამოსვლებების თავდაპირველად დაინიცირეთ და ახლა რის გამოც მას უნდა გულბა მიიღებს. რა შეეხება CSGO-ს, რა შეეხება კი
კი, რაც ხდება CESCO-სთან დაკავშირებით მარტივად არის საქმე. არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი CESCO-ში, კერძოდ არის CESCO-ს თავმჯდომარე, არის CESCO-ს ორი წევრი, რომლებსაც რეალურად 6 თვიანი ვადა გასული აქვთ, უკვე წელიწადნახევარია თუ არ ვცდები და მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებენ ისინი საკუთარ ასე ვთქვათ თანამდებობებს, რომ სხვა წევრები თავმჯდომარე არ არიან დანიშნული. ეს არის ერთგვარი ჩიხი, ხო? ასეთი მდგომარეობით არ ივარგებს, რა თქმა უნდა, არჩევნების შეტარება შეიძლება მხოლოდ ოპოზიციას სურდეს ასეთი მდგომარეობით არჩევნების შეტარება. ჩვენი მიზანია ამ ჩიხის დაძლევა და ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ უნდა დარჩეს CESCO-ში ჩიხი, ეს არის მათი საქმე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხი უნდა იყოს დაძლეული და აქედან გამომდინარე ვეტოც უნდა იყოს დაძლეული. ოპოზიციაზე მინდა კითხოთ სოციალურად შეიცვალებს პარლამენტი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ნაციონალური მოძრაობის ქმედებების გამოძიებას დაიწყებს. თქვენ თუ ხედავთ ამის საჭიროებას და თქვენი აზრით იქნება თუ არა და თუ ხედავთ ამ კითხვის ნიშნები თუ გაქვთ და მხარს ყველაფერი იცის ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა თვითონ ნაცმოძრაობამ ხელი, სადაც არის შეტანილი უმძიმესი ჩანაწერები, მათ შორის იქ საუბარია იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. იქ საუბარია იმაზე, რომ შემდეგ რუსეთს ჰქონდა საპასუხო რეაქცია ამასთან დაკავშირებით და ეს შემდეგ. ამას ხელი მოაწერა ნაცმოძრაობამ. თვითონ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო მაშინ ომი. ასეთი ვითარება, ერთ-ერთი ვინც არ საუბრობს საერთოდ ამ თემაზე, ეს არის ქართული ოცნება. თორე სალომე ზურაბიშვილი და რაც ეწერა ხალხის ძალისწერილში, სალომე ზურაბიშვილი და ნაცმოძრაობა შეთანხმებული არიან იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ ნაცმოძრაობამ დაიწყო ომი. ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია. ასეთ პირობებში რა ვიცი რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება ზოგადად ამშელობა, ხალხის ძალას აქვს ეს პოზიცია, შეგვიძლია ყველაფერთან დაკავშირებით მიმშელოთ, თუმცა მე მგონია, რომ ხალხს გამოტანილი აქვს უკვე საკუთარი განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულის გამო, რომელიც ნაცმოძრაობამ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში. უნდა თქვენ ოპოზიციას ხება სოციალურ რეკლამაში დაასაჯიოთ $5000-ზე მეტი, მაგრამ რამდენად გამართლებული არის ეს მეთოდი და ამხელა თანხების დახარჯვა მაშინ, როდესაც ისინი სოციალურ რეკლამაში უკვე დაასაჯიოთ $5000. საინტერესოა კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ მე მგონი $48,000 შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარების გაწევა სიღარიბის დაძლევაში და რამ აბსურდული კამპანიის წარმოება. რაც ხდება სიღარიბეს, ხო? სიღარიბესთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მონაცემები. 15.4%, ეს არის 2022 წლის მაჩვენებლები, არის ძალიან მძიმე ვითარება, ხო? მართალია ნაცმოძრაობის დროს, ანუ ამ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნის დროს სიღარიბე იყო 1,150,000 და ახლა არის 600,000-ზე ნაკლები, ანუ განახევრებულია პრაქტიკულად თითქმის სიღარიბე, მაგრამ ჩვენ ამით ვერ ვიქნებით, რა თქმა უნდა, ბედნიერი და კმაყოფილი. ჩვენ ბედნიერი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიღარიბე განულდება. ამ თემით სპეკულირება ნაცმოძრაობის მხრიდან არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი, რატომ? იმიტომ რომ მათ დაგვიტოვეს 1,150,000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. რაც შეეხება უმუშევრობაზეც იგივეა, ისტორიული მინიმუმი გვაქვს დღეს გვაქვს ისტორიული მინიმუმი, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. თავი რასაც ვაკეთებთ, ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა. მე შეგახსენებთ, რომ შარშანწინ მქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, უბრალოდ 2021-ში მქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასევე 2022-ში შარშან მქონდა 7.5%, წელსაც ველოდებით ანალოგიურ მაჩვენებელს. სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი იარაღი ინსტრუმენტი არის სწორედ ეკონომიკური ზრდა. და იმისთვის ხორციელდება მათ შორის ეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ავტობანის შენებლობა, პორტების განვითარება, აეროპორტების განვითარება და შემდეგ, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. მათ შორის IT-ის მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი, გრძელდება, რა თქმა უნდა, მუშაობა ყველა თემაზე და სწორედ ეს პროცესი არის დაკავშირებული საბოლოო ჯამში სამუშაო ადგილების შექმნასთან და ასევე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების გაზრდასთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმ სურათით, რომელიც არის ჩამოყალიბებული, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები, როგორც სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ასევე დასაქმების კუთხით, ასევე
ნებისმიერი სხვა სოციალური პარამეტრის თვალსაზრისით ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი, ვიდრე სიღარიბე არ განულდება საქართველოში და ვიდრე უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლება. ეს არის თავარი ეროვნული ამოცანა, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას. ანაკლიას რა შეეხება? იმიტომ რომ ბოდიში ირაკინარიბაში ხედა იმამორბედი ამბობდნენ დღის წინ გასაგებია განხადებასთან დაკავშირებით. ბოდიში მარიამ ანაკლიასთან დაკავშირებით და კეზერაშვილის უარზე ამერიკის შეერთებული შტატები. ანაკლიის გარშემო რომ სათანდოდ არ ხდება ამ კუთხის გააქტიურება. ბოდიში ანაკლიაზე ვსაუბრობ. მუშაობა მაღალჩინოსნების სტრატეგიების მოთხოვნით მიწავრია. კი ბატონო. ანაკლიას რა შეეხება? კი ბატონო, ჩვენ ანაკლია. ანაკლიას რა შეეხება? პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის უკვე სავარაუდოდ გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს და უფრო მეტიც ჩვენ გეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორც მოგეხსენებათ, თვითონ უშუალოდ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის სპორტის განვითარების კუთხით. შესაბამისად, არა მხოლოდ ასე ვთქვათ, პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან გეგმავთ უკვე კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის სპორტის შენებლობასთან არა, პროცედურები დაიწყება მარტში, მარტი-აპრილი, მაისი დაჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის უკვე დასრულებული იქნება ტენდერის პროცედურა, ივნისიდან უკვე იქნება შესაძლებელი სამუშაოების დაწყება. ეს არის კაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას რა თქმა უნდა გავყვეთ. ეზერაშვილს რა შეეხება? ეზერაშვილს რა შეეხება? ჩვენთვის არის შემაშფოთებელი ის, რომ ასეთი ადამიანები, როგორებიც უკაცრავად არიან ეზერაშვილი, ადეიშვილი, ორთქფენიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით. ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი მოვლენა. მით უმეტეს, რომ ამ ადამიანებს აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ისინი არიან შავრდებული უმძიმესი დანაშაულების გამო. გარდა ამისა, არის სერიოზული ეჭვი, საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შორის კონკრეტული ადამიანები დღესაც ჩადიან უმძიმეს დანაშაულებს ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ BBC-მაც კი გაავრცელა საგანგებოდ ფილმი. ასე დროს, როცა ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპაში, ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს ძარცვავენ. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და აბსოლუტურად შემაშფოთებელი. როდესაც ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, ხვდება ევროკავშირში ოფიციალურ თანამდებობის პირებს, ან ბერლინში ოფიციალურ თანამდებობის პირებს, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი, ამას უყურებს საზოგადოება. და ასე დროს, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. იმისათვის, რომ ასეთი ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბება არ იყოს დაშვებული, რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს. თუ იქნება საჭირო და ასეთი ზომები იქნება ალბათ მისაღები, ყველა შესაბამის სამართლებრივი ზომა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უვითხოვოთ ამ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში. ომთან დაკავშირებით თქვენი საუბრობს გამოშვების შესახებ ხალხის ძალა საუბრობს. მე მაინტერესებს დღეს, როდესაც ჰააგის სასამართლოს დასკვნა უკვე ცნობილია, 2008 წლის ომის გამოძიება, ან ამ თემის ზოგადად გააქტიურება, ახლა რუსეთის გარდა ვის შეიძლება აწყობდეს და რატომ არის ეს დღის წესრიგში მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ამის ჯგუფის მხრიდან და მეორე კითხვა მაქვს, კულტურის კომიტეტმა დასკვნა გამოაქვეყნა და არაფერი წერია გელათში მიმდინარე მოვლენებზე. როგორ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ხელისუფლებას გელათის საკითხში ნულოვანი პასუხისმგებლობა აქვს დღეს? ჩვენ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი, ერთი ჰააგაში, მეორე სტრასბურგში. ერთ შემთხვევაში ჩვენ სამხედროებს ადანაშაულებდა რუსული მხარე ომის დანაშაულის ჩადენაში და მეორე შემთხვევაში ადანაშაულებდნენ ქართულ სამხედროებს ადამიანის უფლებების დარღვევაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ერთ და მეორე შემთხვევაში ჩვენი სამხედროები ყოფილიყვნენ სათანადოდ შეფასებული. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ სამხედროებს
არ დაურღვევიათ ადამიანის უფლებები და არ ჩაუდენიათ ომის დანაშაული. ჩვენ ეს პოზიცია დავიცავით, ჩვენ ქართული ჯარის პოზიციები ღირსებად დავიცავით და არავის არ მივეცით იმის საშუალება, რომ ქართული ჯარისთვის დაებრალებინა ის, რაც მას არ გაუკეთებია. თუმცა წინა ხელისუფლება რო ყოფილიყო ერთმა დაგვიფაროს ხელისუფლებაში ამ პერიოდში, როცა წარიმართებოდა ეს სასამართლო პროცესები, მე დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული. თქვენ გახსოვთ, მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ სააკაშვილმა დაიწყო ომი, არამედ ქართულ სამხედროებსაც დააბრალეს ომის დანაშაული, მაშინ კასეტური ბომბები და ეს შემდეგ. ნაცმოძრაობამ ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. ეს არის ნაცმოძრაობის, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა. იმ ვითარებაში, როდესაც დასრულებულია ჰააგის პროცესი, სტრასბურგის პროცესი, რა თქმა უნდა, მეტი რესურსი არსებობს იმისათვის, რომ წარიმართოს გამოძიება ამ თემებზე, იმიტომ რომ აღარ ექნება საფრთხე ქართული ჯარის ინტერესებს, ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. მე არ წავმიწევია ეს თემა აქედან გამომდინარე, მე არ ვარ ადრესატი და ასევე მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ ქართულ ხალხს მე არჩევნებამდე ყოველ შემთხვევაში ამ თემას არ შევეხებოდი. ქართულ ხალხს აქვს უკვე გამოტანილი განაჩენი ამ პოლიტიკური ძალისთვის, მათ შორის იმ უმძიმეს დანაშაულის გამო, მთავარი დანაშაულის გამო, რომელიც ნაცმოძრაობამ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში. ხალხმა ყველაფერი იცის. ხალხი არ საუბრობს ამაზე, მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის. რაც შეეხება გელას. არჩევნებამდე ამას არ შევეხებოდი. არ შევეხებოდი მე პირადად, თუმცა ეს არის მათ შორის პარლამენტის გადასაწყვეტი და ნახოთ როგორ წარიმართება ეს პროცესები, მაგრამ მე არჩევნებამდე ამას არ შევეხებოდი. მე მირჩევნია, რომ არჩევნების დღეს ხალხმა გამოუტენოს განაჩენი კიდევ ერთხელ ნაცმოძრაობას და სხვა პროცედურები არის. რაც შეეხება გელათს, გელათთან დაკავშირებით არავინ არ ეხსნის არაფერზე პასუხისმგებლობას. გელათთან დაკავშირებით მე პირადად მქონდა აქტიური საუბრები, კონსულტაციები, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი. ეს ჩვენი კულტურული სიმდიდრე და სამუშაოებიც უკვე დაიწყება უახლოეს დღეებში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტაძარი იყოს დაცული. მათ შორის თქვენ იცით, რომ იყოს სერიოზული პრობლემები შექმნილი იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი ტაძრის გამოშრობა, დაცული იყოს ფრესკები, დაცული იყოს მთლიანობაში ტაძარი. ყველა შესაბამისი ზომა იქნება მიღებული საპატრიარქოსთან ერთად. მთავრობისგან იქნება ეს პროცესი ხარდაჭერილი, მათ შორის პირველ რიგში ფინანსურად და საპატრიარქო უზრუნველყოფს იმ სამუშაოების წარმართვას, რომლის საფუძველზე ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ეს ჩვენი უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობა. მეზობელთან დაკავშირებითაც როგორ გითხრათ, დღეს როგორც ვიცით, ჯანდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელი შეხვდა თანამშრომლებს. როგორ ხედავთ ამ პროცესებს, როგორ და პერსპექტივაში და ფაქტически თქვა ამ საკითხებს, რაზეც მიმდინარეობს? პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როგორც მოგეხსენებათ, 2 კვირის წინ. დღეს უკვე ახალი მინისტრი ბატონი მიხეილ სარჯოლაძე გაკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წინ წაწიოს ეს პროცესი. მათ შორის იგულისხმება, რა თქმა უნდა, ვითარების მოწესრიგება თვითონ რესპუბლიკურ სამოწყოფოში, მათ შორის იმის გადალაგება, რაც იყო დაწყებული გურისხმობ რეორგანიზაციის პროცესს, უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახალი სამოწყოფო, ახალი რესპუბლიკური სამოწყოფო. ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და შესაბამისი თვისებები. იდეალურად გაუწევს აზერბაიჯანში თქვენს ვიზიტს შეეხება ის იქნება პრემიერ-მინისტრობის რანჩი თქვენი პირველი ვიზიტი მეზობელ სახელმწიფოებში. აი რა იქნება თქვენი მთავარი სასაუბრო თემა რა დისკუსიებში, რა შეხვედრებში მიიღებთ მონაწილეობას? რა თქმა უნდა, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთკვირაში ვიზიტი სომხეთში. რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორხრივ თანამშრომლობას მნიშვნელოვანია რეგიონში, მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა დადებით როლს. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთება იმისათვის, რომ გაღრმავდეს ორხრივი ურთიერთობები და ხელი შეუწყოთ მშვიდობას, სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში.
შეიძლება ქართულ მართლმსაჯულებაში რა პრობლემები საქართველოში ამაზე რომ გითხრათ და სამი არა მაქვს კითხვა და რატომ ეყოფ ბატონო ნუ რაც შეეხება ბატონ სტოლტენბერგს ჩვენ რიუსოში უკვე ქონდა ძალიან ასე ვთქვათ ნაყოფიერი შეხვედრა დისკუსიები მათ შორის ნატო საქართველოს კომისიის ფორმატში და რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაღრმავოთ ურთიერთობები და ბუნებრივია ნებისმიერი ახალი შეასრულება იქნება გამოყენებული იმისათვის რომ ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებას. სასამართლო სისტემა დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას? აი თქვენი პოზიცია მაინტერესებს თქვენ ქართული ვადები არის თავარი გამოწვევა და მიუკერძოებელია, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორების საკვანძო მოთხოვნა არის სასამართლო ინსტიტუტის ფუნდამენტური რეფორმირება და თქვენ თუ ამბობთ რომ სასამართლო დამოუკიდებელია, დაცლილია კლანისგან და პოლიტიკურად კონტროლირებადი არ არის, მაშინ რა რეფორმების გატარებას აპირებთ ამ მიმართულებით? გავიგეთ რომ არ გსურთ მაგალითად მოსამართლეების კეთილსინდისიერებაზე შემოწმება. მე კიდევ გამიმერებ, მოიტანონ პრობლემური საქმეები და დავიწყებთ მშევლობას. ვერ მოაქვთ ვერც ერთი საქმე ასეთ პირობებში ჩანს რომ ერთადერთი მიზანი იმ კამპანიის რომელსაც აწარმოებს ოპოზიცია თავისი NGO-ები, სხვა სუბიექტები აქაც თქვენ გახსოვთ როდესაც 4 პირს დაუწესეს სავიზო შეზღუდვები იქაც ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულები ნული მტკიცებულება ამდენი ხანი გავიდა ნული მტკიცებულება უფრო მეტიც პირდაპირ ითქვა მათი მხრიდან რომ მათ არ აქვთ მტკიცებულები და ჩვენ უნდა მოგვეძებინა ეს მტკიცებულები. მტკიცებულება არ გაქვს და ადამიანს სავიზო შეზღუდვას უწესებ. ეს ხო სასამართლოა. ჩვენ გვაქვს იმდენად მაღალი სტანდარტი სასამართლოს დამოუკიდებლობის, რომ უკიდურესად გართულებულია ნებისმიერი ტიპის სანქციის დაწესება ჩვენ სასამართლო სისტემაში მოსამართლის მიმართ. გაფრთხილებასაც კი ვერ მიცემ მოსამართლეს თუ არ გაქვს მტკიცებულება. როდესაც არავითარი მტკიცებულება არ აქვს და სავიზო შეზღუდვას უწესებ 4 მოსამართლეს, 3 მოქმედს და 1 ყოფილს. ეს რა თქმა უნდა მეტყოლებს იმაზე, რომ არ არის დაცული სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. ჩვენ ყარად დავიცავთ ყოველთვის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. მადლობა.